ომბუდსმენს ჯოანია საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. უჩან ანუაშვილი ამბობს, რომ უფრო მეტი კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ საქმეზე დაკავებულები გირაოს ანასოდ გაათავისუფლებს. კომენტარს აკეთებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განმარტებით გამოძიება მიმდინარეობს. გირაოსთან დაკავშირებით კი პროკურატურამ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა ამ საქმესთან დაკავშირებით, დღემდე არ გასცემია პასუხი და რეალურად კითხვების ნიშნები უფრო მომატებული არის, რაც უფრო მეტი დრო გადის სამწუხაროდ, ალბათობა იმის, რომ ეს საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, უფრო მეტად მატულობს და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიებამ სწორად განსაზღვროს, სწორად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის თუ იქნება სურვილი ამის, უნდა მოხდეს ასევე ექსჰუმაცია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რა თქმა უნდა, ამისთვის საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რომ ეს კვალი წაშლილიყო და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეცვლილი. ამის მიუხედავად მე მქონდა რამდენიმე დღის წინაც ამ თემაზე საუბარი, გამოძიება ვიცი რომ მიმდინარეობს და დანიშნულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.